სადაც სიყვარულში გავძლიერდეთ, გავიხაროთ ვიზრაფოთ სრულყოფისაკენ, რა თქმა უნდა, იდეალური და სრულყოფილი ხა ვინ იქნება და ვინ არის, მაგრამ ცდელობა უკვე სათნოებაა. ადამიანი ცდილობს და ცდილობს რომ არ განეშოროს იმ რეჟიმს, იმ რიტმს, რაშიც ღმერთმა მისცა კურთხევა, რომ იყოს. რა რიტმია ეს? ლოცვის, ზიარების, აღსარების, მარხვის, ზიარებისთვის მომზადების, დამშვიდების, შენდობის, პატიების რიტმი. რიტმულად ჩვენ უნდა განახლება უნდა გამიცადოთ, უნდა ვაპატიოთ რიტმულად სულ განახლება გვინდა, სულ გადახედვა გვინდა საკუთარი მდგომარეობის. სულ რაღაცა განთავისუფლება გვინდა სიმძიმისაგან. ზოგჯერ მცირე კენჭებია ეს, ზოგჯერ მცირე ტვირთია, მაგრამ თუ დაგროვდა, მერე მძიმე ხდება. ამიტომ სანამ დამძიმდება და უსაშველო ფორმას მიიღებს და ფსიქოლოგიურ, ფსიქიურ და ემოციონალურ, ფიზიკურ ზღურებებში გადავართ ორიქცერია ყველას, ხო? მანამდე ჯობია ცოტა მოიცილო. რითი ხდება ეს მოცილება, ხო, მას უბრალოდ ამბობ. ეს ხდება აღსარებით, ზიარებით, აღსარების საიდუმლოდ იყო, ზიარების საიდუმლოდ იყო, სინანულის საიდუმლოდ იყო. და ეს ნეიტრალიზდება, ხრება. შეეხება პაკეტი ჩვენთან უჯდოებს, ჩვენთან მოგვიტევებს და ჩვენთან გასვას, მოგვაცილებს და გვიმსუბუქებს. და განახლება ხდება ადამიანის სულიერი ძალების და ადამიანი სულიერად უფრო ხნე ჯანმრთელი და ჟანგრძელი ხდება. რასაც ყველას ასევე ისურვებთ. ხო, ამიტომ აი ეს მუდმივი არ განშორება ამ რიტმისაგან აუცილებლობას წარმოადგენს დიავანდელი ადამიანი ქრისტიანისებს. იმიტომ რომ ყოველთვის უფალი ჩვენთან არის, მაგრამ ჩვენ ხოლმე ჩვენ თავს სულიერად გაუცხოებულს ვყოფთ ხოლმე ღვთისმოძღვრით. ჩვენ უცხოვდებთ ღვთისმოძღვრით. ჩვენ თავს რაღაცნაირად გავაუცხოებთ, განზევდგებით ჩვენი ცოდვების გამო ღვთისაგან ხოლმე. რომ მარტი ყოველგან არის ყოველსეულაკავს. სულ მუდამ ვიხმობს და გვიძებს. არ ამნებობს სიკვდილის უძღვნის, არ ამოგცევა და ცხოვრება მისი სულ გვიძებს. მოდით, მოვედით და ისადილებით. სულ მუდამ მოვედით და ისადილებით. აი ესე მიგავით, მოვედით და მიიღეთ ზიარება. ხო, საფრთხო სადილში ზიარების ლიტურგიაში წმინდა წირვის საიდუმლო არის ზეციური სადილი, ზეციური ეს ლამაზად თქვა, ხო, სიმბოლო. ზეციური ესეთი უფალთან ერთად ტაბლასთან ყოფნა, ტრაპეზთან ყოფნა. ფოტონერთან ყველაზე სიხარულო უფლისათვის ის არის, რომ მისი შვილები, მისი თვითონ არის მასპინძელი, თვითონ არის ყველაფერი, შემწირველიც, შესაწირავიც, შემწირველის მიმღებელიც, მაგრამ აი სტუმრები, რომლებიც იგავები ამ თემაზე უამრავი ნახავთ სახარებისა, ხო, აი სტუმრობის და ქორწილის და შემდეგ საფრთხო სადილის, საფრთხო ზეიმის ხმობილნი, მისი საყვარელი სულიერი შვილები პირმეთმელი ცხოვანი მოვლენ და თანა მეინახენი მისნი იქნებიან, თორე უფალი არის წამყვანი ყველა საიდუმლოსი და მისი ქრისტე არის ყველაფრის მაკუთხეველი და ის არის ყველაფრის მეთაური და მისი განგებულებით, მისი ყოვლის პრობლემებით ხდება ყველაფერი. სულ თან ჩვენთან არის და ამოთხილებს, ხო, ქრისტეებს ჩვენ შორის რომ თქო ეს სიმბოლური კი არის, რეალობა არის. დღისითაც ჩვენთან არის და განსაკუთრებით მისი კურთხევით ფარული ანგელოზი გვეწევა ხოლმე, ხო, სულ ისედაც ჩვენთან არის და ღამითაც. ანუ არ არის წამი და ჩვენთან არ არის. თუ თქვენ ამას შეიგრძნობთ, უნდა გზნობდეთ და გზნობთ, განსაკუთრებით ზიარების შემდეგ, ეს კარგი ნიშანია ძალიან. უფლის ყველა ადამიანის ინდივიდუალური შეგრძნება აქვს, უფლის მასთან ახლო ყოფნისა. და სხვა შორის განშორების, დისტანციისა, დისტანციის მიმაგებით კი არა, იმ სივრცობრივად სადაც შორს არის, არამედ სულიერი დისტანცირებისა, სულიერი პედაგოგიკით, საფრთხო პედაგოგიკური დისტანცირებისა, რომ ადამიანმა მეტი მოინდომოს და უფრო მეტად ვთქვათ, გადავახოს თავისი ინდივიდურობა და ცოდვები და სულიერად ეს მანძილი ღმერთსა და მას შორის თავისი სინანული, თავისი განწყობის მცდელობით დაახლოს და შეამციროს. რით მცირდება? სარწმუნოებით, სასულიერით და სიყვარულით. განსაკუთრებით სიყვარულით მცირდება ის უსაშვილო მანძილი, რომელიც არის უფალსა, შემოქმედსა და კრულს შორის, მეუფესა და მონას შორის. ღვთაებას, ზეცას, ზეციურ, მეუფესა და პატარა ადამიანის შორის, მაგრამ ეს ქრისტემ იმდენად გადალახა და მოგცეშ რომ ყველაფერი ადამიანური ბუნება რომ მიიღოს სული, კაცი და სული და მან დაინათესავა ადამიანური ბუნება ცოდვის გარეშე და ზეცად ამაყო და დაჟდა მარტივი ღვთისა და გამომდინარე აქედან ჩვენ გვაქვს საშუალება მუდამ ღმერთთან დაუყოლებლად დაბრუნებისა და მუდამ გვაქვს საშუალება განახლებისა და მუდამ გვაქვს საშუალება ისევ ცოდვის მოვინანები ისევ ღმერთთან ვიყო და დავბრუნდეთ. ამიტომ
როცა ყველას და მინდა რომ ეს გისურვოთ სულიერი წინსვლა ღმერთთან ერთად უზაურში განუშორებელი ყოფნა და ამის შეგრძნება ყველას ინდივიდუალური განცე როგორ ის როგორ შეგრძნება ის ყველას აქვს განუშორებელი როგორ არის როგორ გზნობს და ამასაც შევეკვირდეთ და მოგვეთა შევეკვირდეთ თემაზე როგორ გზნობს ღმერთი მასთან როგორ არის ახლოს და ეს მდგომარეობა უნდა შეიგრძნოთ და ხანგრძლივი და შეაღრძევი იყოს ეს მდგომარეობა თქვენს ცხოვრებაში. რასაც ყველას გისურვებთ. მადლობთ Იესოს Ქრისტეს, ღვთისა და მამის ზიარებას